იცნობენ თუ არა ესტონეთის დედაქალაქის საეჭვო მისამართზე რეგისტრირებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოურ გრანტებში და პოლიტიკური პროცესების სამართავად. ტალინში არსებულ შენობასთან დაკავშირებული უხერხულობა ეჭვის საფუძველს აღარ ტოვებს მმართველ გუნდში იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე სექტორის ეს წარმომადგენლები ესტონური პირადი ნომრებით სწორედ ასე ახერხებენ ქვეყანაში მოქმედი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის გვერდის ავლას. მმართველი გუნდის ბრალდების ობიექტები ამ საკითხზე დუმან, თუმცა ხმაურობენ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაანონსა. უმრავლესობის ინიციატივით დაზუსტება გრანტების განმარტება და სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება გარელობიზმი. ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯზე საუბრობს. ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ ცვლილებები ეხება მხოლოდ იმ უცხოურ ფინანსებს, რომელიც ქვეყნის გარედან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვისაა განკუთვნილი. რა თანხა შემოაქვთ, სათხარჯავენ მათი აზრით არ უნდა იყოს ცნობილი არავისთვის. მმართველი გუნდი თვლის, რომ სწორედ გარედან მიღებული ფულის ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ხარჯვა და ქვეყნის შიგნით უკვე მოქმედი გამჭვირვალობის შესახებ კანონის გვერდის ავლაა ის მთავარი მიზანი, რის გამოც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორც გაირკვა, სარეგისტრაციო მისამართად ეს-ერთი დანგრეული შენობა შეარჩია ესტონეთში, კონკრეტულად კი ქალაქ ტალინში. სწორედ ამ მისამართზეა ახლა რეგისტრირებული ამ დოკუმენტების მიხედვით, მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და ამავე მისამართზე ესტონური პირადი ნომრებით აქვს დარეგისტრირებული ევროპული ორბიტა ნინო ლომჯარიასა და მიხეილ ბენიძეს. თავად ორგანიზაციებს ესტონურ სარეგისტრაციო მისამართზე მეორე დღეა არაფერი უთქვამთ. სამაგიეროდ გამჭვირვალობა საქართველოს დაინიცირებულ ცვლილებებს ასე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 12 ქარდით ეხმაურება, სადაც მაგალითად მოქალაქეებს ატყობინებენ, რომ ცვლილებები დასჯადი გახდება ემიგრანტების მიერ ოჯახის წევრისთვის თანხის გადმორიცხვა, ან თითქოს იკრძალება სასწავლო პროგრამების უფასოდ გადაცემა სტუდენტებისთვის. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გავრცელებული ქარდები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის ეულებრივი დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც სისხლის კორიენტელს აყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ და მისნაირმა ორგანიზაციებმა გარედან შემოსული შავი ფული მარტივად მიიღონ. დეზინფორმაცია, სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა. ასე ეხმიანებიან ქართული ოცნების დეპუტატები გამჭვირვალობა საქართველოს მიერ. ქარდებად გავრცელებულ ინფორმაციას და ანონსებული ცვლილებების თაობაზე და ამბობენ, რომ ისე როგორც ესტონეთში რეგისტრაცია, სიცრუის გავრცელებაც ქვეყნის გარედან მიღებული გაუმჭვირვალე ფინანსების ირგვლივ არსებულ კითხვებზე თავის არიდება. რადგან მათი თქმით, ცვლილებები ეხება მხოლოდ იმ უცხოურ ფინანსებს, რომელიც ქვეყნის გარედან შიდა პოლიტიკური პროცესების სამართავადაა განკუთვნილი. აბსოლუტური ტყუილია, რასაც ავრცელებენ ემიგრანტებთან, IT სპეციალისტებთან, ფან-კლუბებთან, მეწარმეებთან დაკავშირებით. გადმორიცხული თანხა მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც საჭიროებს მთავრობასთან შეთანხმებას, თუ იგი მიზანმიმართულად ხმარდება საქართველოში პოლიტიკურ აქტივობას. ეს არის საზოგადოებაზე ან მის ნაწილზე ზეგავლენის მოხდენა, რომლის მიზანიც თავის მხრივ არის სახელმწიფო პოლიტიკის, კონკრეტული დარგში პოლიტიკის ჩამოყალიბება, შეცვლა ამ უდიოსურ ორგანიზაციებს, რომლებიც გარედან თავიანთი პატრონების დაგრულსაც ცეკვავენ, არ უნდათ რომ მთავრობასთან იყვნენ ანგარიშვალდებულები და რაც მთავარია საზოგადოების წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულები. ეხლა ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა შორის გამოირჩევა ეს გამჭვირვალობის მთავარი ციტადელი, ეს გამჭვირვალობად ცნობილი ორგანიზაცია დაარეგისტრირა თავისი ეს ორგანიზაცია საზღვარგარეთ ესტონეთში და იქიდან ლამობს ახლა იმავე პროექტების განხორციელებას, რასაც აქ საქართველოში აკეთებდნენ. ხელს უწყობდნენ ექსტრემისტული ჯგუფების ჩამოყალიბებას და მათი მხრიდან აგრესიის ორგანიზებას, რევოლუციური პროცესის განვითარებას. მმართველი გუნდის განმარტებებს არიღებს და არიზიარებს ოპოზიცია, სადაც საკანონმდებლო ცვლილებებს განსხვავებული აზრის ჩახშობისა და ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად მიიჩნევენ. მათი ნაწილი პრობლემას ვერც საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების ესტონეთში რეგისტრირებაში ხედავს და უფრო მეტიც, საკანონმდებლო ცვლილებების კრიტიკისას თითქმის იგივე არგუმენტებს იშველიებს, რაც გამჭვირვალობა საქართველოს ქარდებად აქვს მომზადებული. კეთილსინდისიერ ადამიანებს, მათ შორის აკადემიური სივრციდან თუ ექნებათ გრანტი მიღებული, ისინი 6 წლის სწავლენ ციხეში. ეს არის
კიდევ ერთი რეპრესიული ნაბიჯი ქართული ოცნების მხრიდან და მათ შორის ნაბიჯი იმისთვის, რომ გაანადგურონ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. ისინი დაძდებენ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება რაღაც საკუთარი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ქონდეთ შემოსავალი და მე მგონი ამ ქვეყანაში კონსტიტუციით დაშვებულია ის, რომ საკუთარი ესე ვთქვათ შრომით მიიღო ის ანაზღაურება, რაც გეკუთვნით, ხო, დაძდებენ 1000 და 2000 ევროს იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი საერთოდ ჩაახშენ. ამიტომ აი ეს ყველაფერი ძალიან არასერიოზულია. კრიტიკის ფონზე მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციებმა და ქმედებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ცვლილებების აუცილებლობა. ისე როგორც ამ ორგანიზაციების ესტონური მისამართებით გაიშიფრა სქემა, თუ როგორც ცდილობენ ერთის მხრივ კონკრეტული ძალები ქვეყნის გარედან და მეორეს მხრივ ქვეყნის შიგნით მოქმედი ორგანიზაციები თავი აარიდონ უკვე მოქმედ კანონმდებლობას ფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე. თქვენ გახსოვთ, რომ მათი მთავარი მესიჯი იყო სტიგმატიზაცია. ისინი აცხადებდნენ, რომ არ სურდათ დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური ძალის გავლენის აგენტებად, ამ დროს დარეგისტრირდნენ პირდაპირ უცხოურ ძალად. აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო მათი გზავნილების სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით და ზოგადად გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები, რაც თავისთავად უთხარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი. ჩვენ უკვე მრავალი წელია წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და ამას განვაგრძობთ მომავალშიც. ბუნებრივია, ამას ემსახურება ის ინიციატივების, რომლებიც წარმოადგენთ. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისგან იღებს ფულს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. დაივიწყეთ ის დრო. მორჩა აღარ არის უკვე რომ ვიღაცებს აქ თანხები შემოქონდათ, ვითომ რაღაც კეთილი საქმეების საკეთებლად და ხან ტელევიზიები ფინანსდებოდა და პოლიტიკური საქმიანობა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები და რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობები. მორჩა ასე ვეღარ გაგრძელდება, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და არავის არ მიცემს იმის შესაძლებლობას, რომ გარედან უხეშად ჩაერიოს და ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს. ქართული ოცნების მიერ დაინიცირებული ცვლილებები ჯამში 7 კანონს შეეხება. მათ შორისაა გრანტების შესახებ კანონი. უმრავლესობის ინიციატივის მიხედვით გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთა მიერ გასაცემ გრანტებზე მთავრობისგან ნებართვა იქნება აუცილებელი. ცვლილებები ეხება გარე ლობიზმსაც.